შავი ზღვის საქართველოს სანაპიროსთან თეთრი დელფინი გამოჩნდა. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციის ჯგუფმა აღმოაჩინა. უჩვეულოდ შეფერილი დელფინი 4 ინდივიდთან ერთად დაცურავდა. კოლხეთის ეროვნული პარკის ერთ-ერთ სანაპიროზე თეთრი დელფინი ექსპედიციის წევრმა სტუდენტმა შეამჩნია და მას სურათებიც გადაუღო. ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიოში მხოლოდ 10 თეთრი დელფინია ნაპოვნი. შავი ზღვის ხორებზე დაკვირვებისას აღმოვაჩინეთ ესეთი თეთრი შეფერილობის ზღვის ხორი. საერთოდ თეთრი დელფინები მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი იშვიათობას წარმოადგენს. ბოლო 100 წლის განმავლობაში დოკუმენტირებულია მხოლოდ 6 თეთრი შავი ზღვის ხორი. სტუდენტების საველე გასვლა იყო დელფინების აღწერა. ვეძებდით ზღვის ხორებს, თეთრგვადა დელფინებს და აფალინებს და ერთ-ერთი გასვლის დროს ჩვეულებრივ შეგვხვდა ზღვის ხორების ჯგუფი და შემთხვევით დავინახა ეს თეთრი დელფინი.